გადასარევით მაგრამ თქვენ როგორ გაგდა ის რა ვიცი რა ვიცი რა უნდა მიჭირდეს არც არაფერი რამე ცუდი ხდება ქვეყანაში რა უნდა ხდებოდეს ამ ქვეყანაში ცუდი რა უნდა იყოს ეხა ცუდი როცა ყველაფერი ფასება დაიწია 1000%. ხო ყველაფერი აი რა კი გარემოს უფრთხილდებით ციხეში ფაქტობრივად არავინ არ განცეს არა ბაცო რა პატიმრები კი არავინ არ განცეს ციხეში ციხეები цаრიელია არა ხელფასები გაიზარდა მაგარითან რა პენსია ისეთი არის რომ მუშაობა ერთ სუდია როდის შეხვალ ასაკში რომ პენსია დაგინიშნონ კი მუსიკალურ სასწავლებლებში განაზღაურება არის ისეთი რომ ახალგაზრდები კონკურენციას ვერ უძლებს კონსერვატორია რომ პედაგოგები გაზარდოს ახალი მუსიკალური სკოლებისთვის მუსიკოსებს ისე უხთიან დამსაქმებლები რომ არ ვიცი ეხლა ეს ბოლო გადაცემაა ჩვენ მილიონერები ვარ და ხოლიდან ამსტერდამში ვაპრობთ რომ გავფრინდეს რომ ცოტა აი სიდუხჭირეს შევხედოთ და არ დავივიწყოთ რაში ვცხოვრობდით ამის სისხლიანი 9 წელი რა რომელიც 14 წელი არა 14 წელი ეხა არის ხო აღმავლობის აი 9 წელი ხო რა აი სიდუხჭირეს შევხედოთ უბედურებას ევროპას დაქცეულს დანგრეულს გაუბედურებულს ბედნიერების 14 წელი გვაქვს ხო უბედნიერესობის უბედნიერეს არის 14 წელი ეს არის ის რაზეც ყველა ქართველი ოცნებობდა ამის გამო იბრძოდა დავით აღმაშენებელი ერეკლე მეორე არ ვიცი ვახტანგ გორგასალმა ამისთვის იპოვა თბილისი რომ ჩამოსულიყვნენ ეს ჩვენი კრასატულები ტორტიკები მიგვეტანა ჩვენ აშამპანსკი ხო კოჟე და რა ვიცი მოგეთ ყველაფერი 10-15 წუთია და ყველაფერი გენიალურად არის ეს რა თქმა უნდა ყველაფერი ისე ნახევრად სერიოზულად ეგრე კი არის მართლა ყველაფერი მაგრამ ბოლო გადაცემა არ არის და ბატონო არჩი მოგვიყევით რა ხდება თქვენსკენ ახალი საინტერესო რა სიტყვით ამ ყველაფერს როგორც შედარებით უფრო სერიოზულ ჭრილში ალბათ იმიტომ რომ სამწუხაროდ საქმე ძალიან სერიოზულად არის სერიოზულად რა გელაპარაკო გეხოცები ხა იქ აი ბატონი არჩილი არის ერთ-ერთი მოქალაქე რომელიც გზის გადაკეტვის გამო დაიჭირეს მე ეგ დანაშაული რომ ჩაიდინა ბატონმა არჩილმა იქვე ახლომახლოს ვიდექი და მახსოვს ბასლაინზე როგორ გაიარა რა ფეხი დავდგი ბასლაინზე ფეხიდან და ბასლაინზე აი მოხერით 10 წამი დავდგი ფეხი ბასლაინზე და აი ვიდეო იყო დაფიქსირებული რომ მე უკვე გადაკეტილი გზა თურმე რაღაცა გადავკეტე ასე რომ ვთქვათ რა და მაგაზე მომიდეს ბრალი და ის რაღაცა ძალიან ისეთი რა ვთქვა არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო მაგრამ რაღაცა ძალიან მოვლილი და ძალიან დავარცხნილი გოგო იყო რა ერთ-ერთი ბრალდებელი რომ 15 დღიანზე გაუშვი და ბასლაინზე სიარული თქვენ ხუმრობა გონია ხო და მადლობა ღმერთს რომ ადვოკატმა მარიკა არევაძემ ისეთი ფაქტები დაუდო რომ მიხვდნენ რომ 15 დღიანზე ვერ მაგრამ 5 დღიანზე მაინც გამამწესეს მაგრამ ნუ რაც არის ეგ არის რა მე მახსოვს რომ სადღაც ქალაქში არის ჯეკი თქვენ სადღაც სხვაგან მოიხარეთ ხო ეს 5 დღე ბაკურიანში ანუ აი თბილისელი კაცი რომელიც დაიჭირეს გზის ბასლაინზე გადასვლა გადმოსვლის გამო ბაკურიანში მოუწიათ რომ წაიყვანათ და იქ ადგილები არის ხო ფიზიკურად ადგილები არისო და სხვათა შორის აი ბაკურიანზე ვიტყვი რა ეხა რაც მართალია ეგ არის რა რომ რაც მართალია ეგ არის რომ მართლა კაი პირობები იყო ეხა დღეს რასაც მიყვებიან როგორ რა პირობებში წამყოფებდნენ რომ სიტყვაზე საფიფარეშო არ არის იზოლირებული არ არის რაღაც გამოყოფილი რომ უბრალოდ გიყურებს ყველა როცა მოისაქმებდა რაღაცა ნუცა იქ ლეიბები რაღაცა ბეტონზე გაშლილი და ეს მართლა და ნუ ციხის ადმინისტრაცია იყო რაღაცა სასწაული აი ზე ადამიანები მართლა კი აი ზე ადამიანები რომლებსაც აი რაღაცა ძალიან დიდი პატივისცემა მოდიოდა მათი მხრიდან რომ რაღაცა
მიხვდნენ რომ ავაზაკები არ ვართ რა. ხო, არა, ნუ ახლა კომპოზიტორი კაცი ბასლენზე გადაკეტვის გამო რომ ციხეში ზის ალბათ ბადრაგიც და სხვა არა, ეს წარმოიდგინე, ესე იგი, ჩემთან ერთად იჯდა წერალი აკაკი ველთაური, გვერდზე იჯდა ჟურნალისტი ირაკლი წულაია და მარჯვენა მხარეს და უბრალოდ მარცხენა მხარეს და მარჯვენა მხარეს რა ქვია ვაჟაგაფრინდაშვილი ეკიმი პროფესორი რაღაცა ნუ რაზე უნდა ვილაპარაკოთ ხო არა მაგრამ მე მაგალითად მოგიყვებით ძვირფასო კრასატულა ტელემაყურებლებო როგორ დამაჯარიმეს პირველად ეხლა რუსთავაზე არ ვგანვარ თქო ნახდა და არ მოვიტყვი მაგასაც პირველად თუ დამაჯარიმეს მაგდროს მართა რუსთავაზე აქციაზე არ ყოფილვარ მაგვიანდებოდა სოლოქში მეგობართან და ავტობუსმა რომ ჩაოხვი აქ პირველ სკოლასთან მაშინ ჯერ ის იყო გადაკეტილი იყო რუსთაველი ჩამოვხდი და ნუ ფეხით უფრო მალე გადავალმეთქი და სანამ კოლმეურნეობაზე ის მივა და მაგის გამო მომივიდა პირველი 5 დოლარიანი ჯარიმა სულ რამოდენიმე მაქვს საამაყო რომელსაც რა თქმა უნდა არ გადაგიხდით ძვირფასო კოცალებო თუ გიყურებთ რომელსაც ბოლოს ჩამომაწერთ და ბოდიშსაც მოიხდით მეც და აგინას გაურებენ რა თქმა უნდა ეს დაყადაღებული ბარათებით რომ მიწევს ამ ტელეშოუს წამყვან სიარული მაგაზეც სახელოვნად მოიხდით ბოდიშს კი ბატონო ეს უკვე ხუმრობის garaშე ჩემო კრასატულა კოცალებო ხო ხო და სხვა რა ვიცი აი მოდი რა მუსიკაზე ვისაუბრო ხო ეს ხო მუსიკაზე ალბათ ვისაუბრო როგორ უნდა გზნობდეს დღევანდელ ქვეყანაში თავს მუსიკოსი ძალიან ისეთი ნუ თქვენი ინდივიდუალური აზრი არის არ ნიშნავს ყველა მუსიკოსი არა ზოგადად სახელმწიფო სფერო მე ეგ უკვე ხაზგასმით მაქვს ნათქვამი რომ აპოლიტიკური და რაღაც ბუშტებზე და ყვავილებზე მოსაუბრე ტიპი ნუ ეს არის დეგენერატიული ჩვეულებრივი აი ეს რაღაც საბჭოთა კავშირში რომ რაღაცა ეს მიბმული იქ რაღაცა ეგ არ არსებობს არა ეგ მოგვატყუეს რა რა გინდა იმას მუსიკოს პოლიტიკის პირიქით არა დღეს უნდა იყოს ის რომ უნდა ისმოდეს პროტესტის ხმა აი ის რაც მაგალითად ჩვენ რაც როგორ თქვა თავგანწირვა იყო თავგანწირვა არა უბრალოდ ჩვენ როგორც გვერდში დავუდექით ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე ხალხმა ვალები აიღო და წავიდა და იქ თბილისში რა ხდებოდა თბილისში რა ხდებოდა და ვალები აიღო და წავიდნენ ევროპაში რომ იქ ყოლოდათ კომაგები ხო და იქიდან საერთოდ არანაირი რეაქცია ხო იგივე შემიძლია ვთქვა იმ ევროპელ რა ევროპელ კაცო იმ მუსიკოსებზე რომლებმაც ფეხი ძალიან კარგად მოიკიდეს ხო იქ ევროპაში და სხვადასხვა კონტინენტებზე ამერიკაშიც და საერთოდ ხმას რო არ იღებენ ხო არ ვიცი მე არ მესმის ეგ სიმართლე გითხრა იქიდან მარტო ჩემთვის არის კარგი ევროპა მარტო ისა მე ვირგებ მაგ იმას რომ ის რაღაცა მიდიხარ და ეს და აქ ხალხი რომლებიც რა ვიცი ზოგი ციხეში იჯდა ზოგი ზის ზოგმა არაერთ შეურაცხყოფა აიტანა და შენით რო ჩუმად ხარ და აქ რომ მიდიხარ რაღაცა იქ რაღაცა რა ქვია მაგას ეს სახელმწიფო არქივში და შენ წარმატებებზე ვლაპარაკობ ნუ აი ჩემთვის ამას ზენი არის უკაცრავად ყველასთან მაგრამ ეგრე არა მუსიკა სამწუხაროდ დღეს ჩვენ აქ არ გვემუსიკება აქ ვყოფ დარჩენილ ადამიანებს კი სხვათა შორის აი დარჩენილ ადამიანებზე გამახსენდა რომ ძალიან ეხა წინა შაბათს რომ ვიყავი ამ შაბათობით მარში რომ იმართება
საგრძნობლად მოიმატა ხალხმა, რაც ძალიან მიხარია და რავი, ეს უკვე ხდება აი ჩვენი ნინო და თამარ ჟვანეების და მათი მეგობრების კაკი ჯაფარიძის აი ამ დასარტყამების გუნდის დახმარებით და აი ამ ხალხის რაღაცა საოცარი ძალისხმევით უკვე აი ესეთი სანახაობა ხდება. ვისწავლეთ. აი ეგ სინამდვილეში მიხარია რა, ცოტა რომ აი ეს კი ეს გაჭირვებაში ვარ, ბრძოლაში ვარ და ეს ვაწვევით რქებით ამ რაღაცა რკინის კედელს თუ რაღაც გაუვალს, მაგრამ ისეთი სამოქალაქო საზოგადოება ყალიბდება. ისე ვისწავლეთ გაპროტესტება ლამაზად. აი რაღაც აწყობილად უკვე. თან აი როგორ ხდება ეს რომ ვიღაც ხوار დგას იქ და აი შენ მას რო ჩაიწი ძმა შენ თავის თავად რა უკვე ანუ ესეთ რაღაც შეგნებული ისეთი საზოგადოება რაც რეალურად საქართველოში ყოველთვის გვიჭირდა და ყოველთვის ვიყავით რაღაც გამორჩეული ინდივიდები ყველანი მაგრამ აი ერთობაში აი რაღაცნაირად ხან იქ იმასთან ხან შეიძლება ეხა აქაც ხდება ეგეთ რაღაცები მე არ ვიცი მაგრამ არ ჩანს და ხალხი ერთმანეთს რავი გვერდში უდგას და რავი ძალიან ძვირფასი გახდა ეს ყველაფერი და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ძალიან მალე როდესაც ეს თავრობა გადმოვარდება თავის კლასატურა ტახტიდან და ავა ახალი მთავრობა იქნება ეს ახალი მთავრობა პროევროპული ვინც არ უნდა იყოს ალიანსი იქნება ეს რომელსაც აბსოლუტურად მივესალმები თუ ნებისმიერი სხვა ძალა თუ არის კიდე ეს უნდა იყოს პროევროპული მთავრობა იმიტომ რომ საქართველოში ისე ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოება ისეთი პროფესიული გაერთიანებები ჩამოყალიბდა ამ პროტესტების განმავლობაში რომ თუ ჩვენი სახელმწიფო მოусმენს ევროკავშირს პირობითად თუნდაც ამერიკას უკვე აი ჩვენ ხალხი ეს საქართველოს მოქალაქეები ვინც ამ ყველაფერში ვართ უკვე ჩვენ შევძლებს რომ ეს ყველაფერი ვაბრძოლოთ და ამ პროტესტს თუნდაც აღარ მოგვიწევს რომ 500 რაღაცა დღე ვიდგეთ და 2 წელი და რაღაც დიდი ხანი ანუ ყველა პროტესტს ექნება აზრი ექნება შედეგი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ჩვენ როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ხო რაღაც პატარები ვართ 25 მილიონის ქვეყანა ვართ ხო როგორც დემოკრატია აქამდე რუსეთის ქვეშ ვიყავით 200 წელი იქამდე კიდე რავი ყველას ვეუბნებთ ვისაც შეიძლება ყველა ჩვენ გვიტევდა და ყველა ჩვენ გვერჩოდა ყოველთვის და ეხა ვიზრდებით რა და რაღაც ძალიან კარგად იქნება რა სინამდვილეში ყველაფერი მთავარია აი რაღაც ამ აგიტაციას ამ პროპაგანდას არ აუყვეთ რომელსაც ეს გასათვლილი კოცალები გვაწვდიან თავის დასანქცირებული იმედიდან და პოზიტივიდან და ვიყოთ საკუთარ გულს მოусმინოთ რა ალბათ რა იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ალბათ არც არსებობს რა რას ვწარებ ბატონო ხო ნუ ფაქტი ეგ არის რა რომ ჩვენ ხა მე სხვათა შორის აი პირველი როგორ თქვა აი უსუსურობა განიცადა მაშინ როცა მოხდა 9 აპრილი ვიყავი 6 წლის და არ ვიყავი თბილისში მაშინ და ჩამოვედი თბილისში და დამხვდა რუსის ტანკები და გაგვაჩერეს მანქანებით ქონდა შულდისები ეხა შულდის არის რაღაც ხისგან გაკეთებული და მიზანში მომთხოვა რომ გადაამტკიეთო და გადააგდეთო ეს ყველაფერი და ამ დროს ხდება ეს რუსის უბრალოდ გვაჩერებს და რუსის ჯარისკაცი და აი მაშინ მივხვდი რომ რაღაცა პირველი უსუსურობა მაშინ დამიცადე რა და რაღაცა ეს დღემდე მომდევს და დღემდე რაღაცა ეს ჩაილეკა ჩემში და ცარი უბრალოდ ქვეყანა რომელიც ვისაც რა უნდა ის დამარქვას, ოღონდ კოცი არ დამიძახოს ეგ არის რა, რომ 2003 წლის მერე 2004 წლიდან ხო ეს ქვეყანა რაღაცა ქვეყანას დაემსგავს. მე არ მეშინოდა დღეს მაგალითად მეშინია რომ დედაჩემი გვიან რომ გადის ქუჩაში რამე არ დაემართოს, მაშინ არ მეშინოდა. ამდულად შემიძლია ვთქვა რა. რომ თავისუფლად უშვებდი საკმაოდ ისეთი რაღაც კარგად ჩაცმული, კარგად დახურული, ძვირიანი, ასე რომ ვთქვათ, კულტი პალტო და ასე შემდეგ, მას რო ეცვა არ მეშინოდა. აი დღეს მაგალითად მე მაქვს შიში 8 საათის მერ, იგივე ეხლა ჩემ შულებს მაქვს მომენტი რა, ჩემი შული ახლა რომელიც არის 14 წლის, აი
სულ რაღაცა შიშის მომენტი მაქვს, რომ აი მე მამიკო დროზე რაღაცა წამოდის არას, რომ ვიღაცა უარგისი არ დაეტანოს მას, რაღაცა არ გაუკეთოს, ხო? ან გზაზე არ, სხვა გზაზე არ გადაიყვანოს რა, სულ არაფერი რა, ჩვეულებრივი მომენტია რა, რომელიც ხდება. დღეს ამ მხაროთ მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი მოშლილია. არა, დღეს კოლაფსია ქვეყანაში ჩვეულებრივი. ეს არის, აი, ზუსტად 2012 წლიდან, აი ესენი რომ მოვიდნენ მთავრობაში, მახსოვს, სადღაც ერთი თვის თავზე, უკვე იმ რაღაცა ლეგენდარული თამაში რო იყო თუ რაღაცა კარტობა ქურდი ზონაში, აი ქურდი ზონაში თამაშობდნენ უკვე ეზოში რა და მივხვდი რომ ეს უკვე რაღაცა სხვაგან ვართ რა და აქედან გამომდინარე თქვათ კარგი სიტუაცია არ გვაქვს იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ რა ვიცი რას ვუტოვებთ ამ მომავალთაობას რა გვინდა აი მე კოცებთან მაქვს რა შეკითხვა რა რომ აი არც მაქვს შეკითხვა სიმართლე გითხრა იმიტომ რომ არანაირი კითხვის ღირსები არ არის რიტორიკული კითხვა ხო არა იმიტომ რომ მილიონი გახდა კაპიკი 7 მილიონი 8 მილიონი 80 მილიონი რაღაცა უკვე არის აი ჩვეულებრივი იმათან მოსულა იქ ფონდი ასე რომ ვთქვათ და ჩვენ კიდე რაღაცა 1000 ლარი 500 ლარი არის 1000 ლარი აი ხო წარმოგვიდგენია რა რომ რატო ის რომ ფინანსური ზრდა ხო არის და ეკონომიური ყვავილობა ხო გვაქვს ამ გაზაფხულის დასაწყისში რა და უბრალოდ პრობლემა რაშია ჩემო ჯერ რომ მაყურებლები როგორც მართლა მაყურებლებო და რა ქოცალდა კრასატულებო რომ ეს ქოცალდა კრასატულების რაღაც ნაწილი სათავეში რო დგას იმათა აქვს ეს ეკონომიური ყვავილობა და ფინანსური ზრდა თორე ხალხს როგორ უჭირს მე გეტყვით საუკეთესო გზას როგორ გაარკვევთ საკუთარ ანგარიშებს შეხედეთ საკუთარ ჯიბეში სხვას კი არ შეხედოთ თქვენ ნახეთ როგორ ხართ აი უბრალოდ შეხედეთ რა საფულე გახსენეთ რამდენი გიდოთ ფული და როდემდე უნდა გეყოთ ეგ ფული როდის აიღეთ ხელფასი რა ფულის რამდენი დაგჭართ შევძადით მაღაზიაში ნებისმიერ მაღაზიაში კი გაიაფთა ყველაფერი მაგარი იცი როგორ მაგრამ რასაო მე ხა ერთი კვირის 100 ლარს შევდიოდი აი რაღაცა კვერცხი პური არ შეიძლება რაღაცა ეს იყო სიგარეტი და მორჩა გუშინ შევედი 20 ლარი აი ხო იუმორს შევშვათ ანუ უბრალოდ ნახეთ რამდენი ფული გაქვთ გადათვალეთ რამდენი ხანი გეყოფათ თბილისში ან სადაც გვიყურებთ არ ვიცი ნებისმიერ საქართველოს კუთხეში აი ეგ თანხა თქვენ თვითონ გაწარგილეთ არც ბეზობისთვის კითხვა არც იმისთვის არც რაღაც ფინანსური იმების წაკითხვა უბრალოდ ჩაიხედეთ საკუთარ ჯიბეში და მიხვდებით რა კარგად ცხოვრობთ ხო ალბათ აურო მაგრამ ცხოვრობთ ბიჭო არა მაგრამ ცხოვრობთ ძა ახასამ ძა აგინდა ისე აი ესე მაგრამ აი აი რა გითხრა როგორ უნდა დავიწუწუნო რა არასდროს დამავიწყდება მეორე ყადაღა რომ მომივიდა ჯარიმაზე მეორე ჯარიმაზე როგორ ცეკვავდით მე და ჩემი მეგობარი გახანებულები ავტობუსის გაჩერებაზე რომ ანუ გვიხაროდა რომ მერიის ბარათით შევდოთ გადახტას და ჩვეულებრივი ბარათით ვეღარ გადავხი მგზავრობის ფულს რამხელა ბედნიერება არის რომ შეგიძლია რომ მერია იყოს შენი მგზავრობის თანამონაწილე მაგარია ძალიან მაგარია მერია აბარა აუ აი მერიაზე გამახსენდა იმ დღეს რაღაცა მომენტი დავიჭირე და მინდოდა მე ბოდიში ბატონო გაგიბლოს მალევე მაგრამ გაჩერებაზე ვიდექი და ველოდებოდი რაღაც ავტობუსს რა და უცებ მოდის სამარშრუტო ტაქსი შეიძლება პატარა რაც არის რა მარშრუტკა ეგრეთ წოდებული კონკრეტული ნომერი რომელიც ხშირად ხვდება ხოლმე რუსთაველზე ან სამართალზე რაღაცა რომელიც სულ არის გადატენილი ანუ ისეთი გადატენილია ხო იცი ცოტა ხელები რო გადმოდის ფანჯრიდან და რაღაც რამდენი ეგეთი და სულ ოღონდ როცა არ უნდა გამოიაროს სულ არის გადატენილი და ამ გადატენილ მარშრუტკას აჩერებენ
ეს ადამიანები ეჩქარება რა, არა აქვს სხვა მარშრუტი, რომ მივიდეს იქამდე და ამ მარშრუტში ისევ ეტენებიან რა და რატო არ უჩნდება არავის პროტესტი აი თუნდაც მაგაზე. რომ აი დარეკოს ავტობუსების კომპანიაში ან ვინც არის ამის მენეჯმენტში რა მარშრუტების და თქვას რომ აი კიდე ორი მანქანა დაამატეთ. ან იერონ ნახევარსაათში კი არა 15 წუთში ერთხელ ან რაღაც. აი რატო არ აი მაგაზე მაინც რატო არ უჩნდება ხალხს პროტესტი? რატო არ უჩნდება ხალხს პროტესტი იმაზე რომ ქვეყანაში შრომითი კოდექსი არის რაღაც აი მწვანერულები რო იყო ბავშვებში საკონტროლოების მაგხელა. და რაღაც ანუ აი ეგეთ სოციალურ რაღაცებზე პროტესტი რატო არ გიშდებათ? რატო ანუ მართლა იმის გეშინიათ რომ ნაცები დაბრუნდებიან და სისხლიანი დრო მოვა? მე მაგალითად ვიბრძოდი ნაცების ძინავრო 2010-ში და 2011-ში და 2000 რაღაც 20 წლამდე ვერ ვთქვი, მაგრამ მე ანუ ჯობდა კი არა, ეხა რაც ხდება, ეს ანუ ვერ შეადარებ იმას იქ რაც ხდება და მიუხედავად ყველა იმ ცუდი რაღაცისა რაც იყო ეხა ობიექტად მაგაზე აღარ დავწყებ ლაპარაკს, იმიტომ რომ მაგაზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს 20 წლის წინ იყო ეგ. ანუ 20 წლის წინ აბსოლუტურად. ხო და 20 არა, ნუ კაი. 15. ნუ აი მე მახსოვს 7 ნოემბერი. 7 ნოემბერი მახსოვს და უბრალოდ მოხდა ისე რომ რაღაცა წუთებში ავსდით იქაურობას რომ მე ის არ ვკლაპე. იმასა, მაგრამ ხო არ შეიძლება რომ კონდეს 2 წლიანი 7 ნოემბერი. სუსტად. მე მაგრამ მახსოვს ბაბატიე დეკემბერი იყო 24 წლის 19 დეკემბერს ჩავფრინდით ლუბლიანაში, სადაც როგორი დარბევები იყო გახსოვს რუსთაველზე. ხო და მაქედან ჩავფრინდით ლუბლიანაში, მე და ჩემი თანამშრომელი რომ საქართველოს პირველად მიიღო მსოფლიო მუსიკოსთა ფედერაციის შეკრებაში მონაწილეობა მუსიკოსთა პროფკავშირის სახელით. ჩვენ ჩავედით და იქ რო ჩავედი 19 დეკემბერს დავინახე ნაძვის ხე მორთული და მანდ მივხვდი რომ შობა მოდიოდა და ახალი წელი. ანუ არ მახსოვდა ისეთ დღეში ვყავდით იქ თეატრალში არაფერს უზარმაზრდა ერთ-ერთი პირველი დარბევა იყო ბოლოს უკვე რუსთაველზე შევიკრიბეთ ბევრი ხალხი ყველანი გავიპერცევდა და ბოლოს რუსთაველზე შევიკრიბეთ ძალიან ბევრი ვიყავით და ისე დაგვარბიეს იმდენი გაზის ის გვესროლეს რომ სულ რომ მოწამული არ ყოფილიყო და ესენი მართლაც ამბობდნენ აზრი არა აქვს რა მე ამდენი ტირალა ადამიანია ეს ცრემლიანი ეს თეატრალურის დარაჯმა გაგუღო კარები მაგრამ გადაგვარჩევთ გადავთელოვდით ერთმანეთს ისეთი პანიკა ატყდა და თეატრალურში რო ჩავედი ქვემოთ აი ყველა ეს ცრემლები ეს გოგოები მორბოდნენ ამ იმას რა ქვია იმას გაფეთური წყალი თუ რაღაცა ბიოლოგიური ხსნარი თუ რა ხო დამავიწყდა სახელი არა უშევს იმედი აღარ დაგჭირდება არასდროს მაგრამ ის არის შეიძლება დაგჭირდეს მაინც იმიტომ რომ არენანებად ანუ კონცეპტთან ერთად ვებრძოდი ნაცებს რასაც ლაპარაკობდნენ მაშინ ცუც ნაცებზე 10 მაგად აკეთებენ იგივეს აბსოლუტურად ტიპები თვითონ აბსოლუტურად ნაცი თუ არ ხარ ვერაფერს ამ ქვეყანაში ხარ ხოცი თუ არ ხარ რასიზმ ამ ქვეყანაში თან მთელი უბედურება ის არის რომ როგორი რაღაცაა იცი რომ ვინც ეს სიტყვაზე ნაცების რაღაცა ეს რაღაცა რეპრესიები გამოცადა, ეხა თვალს ხუჭავს რა. ხო, თვითონ უიმე არაფერი არ ხდება და ისა და მე რაც მართალია, ეხა ვიტყვი რომ ნაცების დროსაც მაგალითად ერთხელ გადამიყვანეს პოლიცია აძილინი როგორ არის განყოფილებაში გადამიყვანეს ამოცნობის მიზნით. და მართლა არაფერი რო არ მქონდა და რა ვითომ დაყაჩაღებაში ვიყავი რაღაცა ეჭმიტანილი რა და დაზმინდის პოლიციაში გადამიყვანეს და სუფთა ვიყავი და ამომიშვა შეულებრივად რა და ეხლა ყველაზე მაგარი რაც იყო რომ ჩემს 3 წლის ბავშვის თანდასწრებით ამიყვანეს და არც უკითხავთ რაზე არც უთქვავთ რატო მივყავდი იქ რა და დამიჭირეს და ჩემი შვილი
ესწრებოდა ყველაფერს მე სასამართლო. მახსოვს შენი მეუღლის ვიდეო მახსოვს ინტერნეტში. ასე რომ რა ვიცი. არა, იქ იმას დავით შეიძე როგორ იმას დავით შეიძე მოაწყვეს რომ ამოიდო ადამიანს მართლა მეგონის გვინო არ დაოლო. არა, ნუ ტიპი რომელიც მარხულობს და ფულზე და წყალზე არის და რა ვიცი. დათო არის ჩემი სკოლელი და 90-იანი წლებიდან მოყოლებული, აი ვიცნობნე ამ ბიჭს რა და იყო ერთ-ერთი გამორჩეული უპატიოსნესი ადამიანი რა იქიდან მოყოლებული და ეხა ნუ არაცა უკვე გადაობაც აღარ არის რა ეხა სასაცილო სატირალი რო არ იყოს რამე დაგვრჩათ ჩვენ დაგვრჩა პრინციპში 5 წუთი დაგვრჩა 5 წუთი ხო დროზე ეხა რა ლევანი გველოდება მიზანდარი და ასე შემდეგ რა რომ კი ბატონო ის არის რა მე მინდა გითხრათ რომ არჩილი არის ძალიან ნიჭიერი კომპოზიტორი ამ პროტესტისთვისაც გააკეთა ძალიან კაი სიმღერა არაერთი რაღაც მადლობა შენ პროექტია მადლობა შენ რომ შენ დამიდექი გვერდზე იმიტომ რომ არც სიმღერა არ იქნებოდა მე მუსიკოსთან ბავშვი ხო ანუ შენ იყავე მოთავე ის რომ შენ დამიდექი გვერდზე იგივე სიმღერის ამბავში იგივე მერე იყო 4 დეკემბერი 4 ოქტომბერი თქვა ის რაღაცა ის ოქტომბერი არ თქვა 4 ოქტომბერი არ თქვა აი კრა დაისიდან საციკვა ლომერი და რა ვიცი იყო რა ბევრი რაღაცა რომელიც ოთორო არ ყოფილიყო იქ კი არ გეპიფერები ბიჭო ეხლა არა მაგათა ხო რისკობდი რომ აჩიკოს მოვიდა ეწერა ღიღინებდა რომ მოვდიოდი ეს ფანტასტიკური მელოდია აკაცუკების ნადიმზე და იმედი მაქვს რომ რამოდენიმე გადაცემის მერე უკვე ისეთი მხიარული მუსიკა იქნება ჩვენ ქუდს და არ იქნება ასე ვთქვათ რაღაც ნაღულიანი ეს ჩემი რაღაცა ნაჭრობნი რაც ადევს ხოლმე გადაცემის დაწყებას რაც ასევე ძალიან კარგია რა თქმა უნდა ხოდა არ ვიცი მე მგონი დღეისთვის სათქმელის პრინციპში ამოვიწურა უკვე რამე ხوار გინდა თქვა რა უნდა თქვა არ ვიცი სიტყვა რო დავუტოვო ჩვენ ტელემაგურებელს ჩვენ გასატულებს ხო რა ვიცი იცი რა არის რომ კრასატულები შამპანსკი ტორციკი რაღაც ეგეთი ამბები მოდი რა წარსულში ჩააბარეთ რა გეხუწებით რა არ გვინდა არც ტორციკები არც შამპანსკები არც კრასატულები და ასე შემდეგ რა იმდენი კარგი თავისუფალი უკომპლექსო ქართველი გოგო დადის აქ საერთო ენას თუ გამონახავ მათთან გექნება საუკეთესო ურთიერთობა რა ასე რომ გავანებოთ ამ რაღაცა ჩრდილოეთის პატარძლების ძიებას საერთოდ ერთ რაღაცას ვიტყვი ახ გამოსდა ერთ ძალიან ძვირფასი მეგობარი მყავდა გვარად ბაგრატიონი რა და მაგას კითხა ერთმა მესამე ჩემმა მეგობარმა რომ აი რა სისურვებდიო საქართველოსთვისო რა ერთსო რა და ალბათ ყველაზე სწორი პასუხი გასცა რაც მენია ამ თემაზე ხო ყველას დემოკრატია ევროპას რომ გავმრავლდეთო ქართველებიო რა ანუ ხოდა გავმრავლდეთ გენს გავუფრთხილდეთ პატივიცეთ და წინ წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა რა მე ვფიქრობ რომ ევროპისკენ ყველაზე კაი გამოსავალი დღესდღეობითაც კი მიუხედავად ამ პროპაგანდის ის წრიპინის არის ევროპა. ვინცაც გონიათ რომ ქართულობას წაგართმევენ, ჩაბრძანეთ ევროპაში იტალიელები. ისევ იტალიელები არიან, ესპანელები, ისევ ფადუს მღერი, ესპანელები ისევ ფლამენგოს უკრავენ, თან აქვს ტექნო ფესტივალები იგივე არის. ხო, რა ყველა დარჩა თავის იდენტობა, არავინ არ დაკარგავს. ფადუს მღერის პორტუგალიაში ხალხი და ასე შემდეგ. კი ბატონო, ხო, ანუ არავინ იქ ჩოხებით სირბილი არ დაიწყო და რაღაც ოქტომბერფესტის კეთება რა. ანუ რის თქმა უნდა ეგ არის ზუსტად ეს ევროპას, რომ ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის კულტურის დაფასება და პირიქით ხელშეწყობა, განვითარება და ეს ძალიან გვჭირდება რა, იმიტომ რომ ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ, ქართველებს გვჭირდება რაღაც ფრთების გაშლა რა და ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ადრე თუ გვიან.
თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ნამდვილად წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი უბრალოდ აიღებს და ჩაყლაპავს და მე აღარ იქნება მაგარც საქართველოს ცოტა ხანში აღარ იქნება მაგარც ქართული ენა რის მცდელობას არაერთხელ ქონია რუსეთის დამეთანხმებით და უბრალოდ გავხრები და მე ვინ გვართობს ქართველობას მაგაზე არავინ აღარც იფიქრებს იმიტომ რომ ვინც ახლა მაგას ლაპარაკობს იმის მიზანი მიღწეული იქნება ჩვენ კიდე უბრალოდ ქართული ენა აღარ გვექნება რომ ერთმანეთს ვესაუბროთ რა და მე ვესაუბრებთ კრასატულებს რა თქვენ გესაუბროთ თვითონ ტელემაყურებლებო არ მინდა არც კრასატულები არაფერი უბრალოდ მართლა აი არაერთი ფაქტი არსებობს სამწუხაროდ რა უბრალოდ ფაქტები არსებობს რა რომელიც მე მინახია და გამიგია აი ეს ალეკ პოპოვი რო ჩამოვიდა ის რაღაცა ის რო კომიკოსი რა და გამახსენე თუ ყველაზე მაგარი კომიკოსი ვინ არის რა იპოლიტე ხუჩია მეუყვანეს და ამან დაიწყო იქ რაღაცა მარია ჟუბა აგდო სიგარეტი ხან რაღაცა შუბლზე ცხვირზე გაიჩერა ისა და იპოლიტე უყურებს და ამან რაღაცა რომ მორჩა ეს ამბები და რაღაცა და ოისო ასანთი ხვარი ექნება მოწევა მინდაო და ამან აუგდა ასანთი და აუგდო და ამიდია ბაიხე დაიწიო და იგივე იყო რიხტერი იყო თუ ასტრაპოვიჩი იყო არ მახსოვს თავის დღიურში წერს რომ მაგარი იყო ამ პროვინციულ ქალაქშიო დაიდგაო რიჰარდ შტრაუსის სალონეო არადა ერთ-ერთი მართლა ცისანა ტატიშვილი მღეროდა და რა და და საერთოდ ეხა მაგალითად არამხაჩატურიანი რომელიც არის საქართველოში გაზდილი დაბადებული მაშინ ოქროყანაში ყოჯორში ცხოვრობდა რა მაგრამ რეალურად ფილმს და როგორი ტექსტები არის იცი მამა რომ აი პროვინციულ ქალაქში დაბადებული და მეერე წავიდა და რაღაცა ცივილიზაციას ეზიარა მოსკოვში და ხო და იდი ნახვი რა მოდი რა აი ეგრე ვიტყვი რა პროვინცია ვინ იყო და რა არის ხა მოდი რა სად იყო უკრაინელები კიევის რუსებით რომ იმას ქირავდა ვიკინგებს რომ იქ რუსეთის ტერიტორიაზე ველური ტომები მოეთვინიერებინა ჩვენ მაშინ კულტურა ქონდა და ქვეყანა გვერქო და ერი ვიყავით უკვე საერთოდ რაზეა ლაპარაკი ხო რავი ძალიან დიდი მადლობა რომ გვისმენთ დღეს რაღაცით საინტერესო გადაცემა გამოგვიგდა სხვათა შორის ხო რა ცოტა სკაბრეზული ცოტა ირონიული მაგრამ სხვანაირად დღეს ვერ იარსებებ რა ხო ცოტა სიცილი თუ არ შეგვიძლია ამ ყველაფერს მართლა შეიძლება გაგიჟება იმიტომ რომ აგერ 500 დღეა ყოველ საღამოს ხალხი მიდის და რუსთაველზე დგას და ესეთი მშვიდობიანი პროტესტი მესერად ალბათ არსად არ ყოფილა ესეთი მშვიდობიანი ზოგჯერ მიშლება ხოლმე რომ აი რაღაც კენჭი მაინც ვესრულობ იმ პატრულისთან ხო არა იმიტომ რომ ეკუთვნით იმიტომ რომ პოლიცია უნდა ემსახურებოდეს ხალხს აი მაგალითად გერმანიაში არის ესეთი მოდელი რა საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსებას ხო იღებს ხალხისგან და ეს დაფინანსება მიდის მთავრობის გარეშე ანუ მთავრობაში კი არ მიდის და მე იქნება მიდის პირდაპირ მიდის მაუწყებელში იმისთვის რომ მთავრობას არ ქონდეს კონტროლი როგორც ჩვენთან და რო არ იყოს იქ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე მმართველი პარტიის წარმომადგენელი სულვაშებით და რაღაცებს არ როშავდეს იქ და მართლა ხალხს ვისაც ჭირდება რომ თავის სიმართლე გააშუქოს იგივე ჭიათურელ მაღაროელებს თუ ვისაც გინდა საერთოდ არ უყურებდეს და რაღაცა ბოდიში და იდიოტობებს აჩვენებდეს ტელევიზორში აი ამ სევდიან ნოტაზე დაგემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო მადლობა ჩიკო რომ მოხვედი ჩვენთან გადაცემაში ეს იყო აკაცუკების ნადიმი და მომავალ პარასკევს აუცილებლად შევხვდებით კარგად ბრძანდებოდეთ დავით ესეთ გაჩერებულია კადრი და რეკორდინგი